ბატონ მიხეილ სააკაშვილის და ნაციონალურ მოძრაობას მაშინ რომ გაეტარებინათ დემოკრატიული რეფორმები, ხომ ჯობდა, ხომ თვითონაც უკეთეს მდგომარეობაში იქნებოდნენ ახალ და საქართველოს. მაგალითად, რომ გაეუქმებინათ მაჟორიტარის ინსტიტუტი, როგორც საპარლამენტო არჩევნებისთვის, ისე საკრებულოს არჩევნებისთვის, ისე საკრებულოების არჩევნებისთვის, საპარლამენტო არჩევნებისთვის გამსვლელი ბარიერი 5%-დან მაგალითად 3%-მდე რომ დაეწიათ. თქვენ წარმოიდგინეთ, ისე წავიდა ნაციონალური მოძრაობა და მიხეილ სააკაშვილი, ნაციონალური მოძრაობა და ბატონი მიხეილ სააკაშვილი ისე წავიდნენ ხელისუფლებიდან, რომ დატოვეს 73 მაჟორიტარი საპარლამენტო არჩევნებზე და 5%-იანი გამსვლელი ბარიერი თქვენ წარმოიდგინეთ და დატოვეს საკრებულოს არჩევნებისათვის მაჟორიტარული სისტემა და რო გაეტარებინათ ეს რეფორმები და გაეუქმებინათ მაჟორიტარის ინსტიტუტი და საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერი დაბლა დაეწიათ. ხო ჯობდა, ხო უკვე საქართველოს მზად იქნებოდა უკვე დემოკრატიისთვის და უკვე საქართველოს ხო იქნებოდა საქართველოში დემოკრატიის ინდექსი 6 ქულის ზევით, ანუ ოფიციალურად დემოკრატიულ სახელმწიფოთა სიაში ხო იქნებოდა და გაცილებით უფრო მდიდარი ხო იქნებოდა დღეს სახელმწიფო, გაცილებით უფრო დაბალი ხო იქნებოდა დღეს საბანკო სესხებზე პროცენტის გადასახდელი. ამიტომ მოგიწოდებთ ოცნების ლიდერებო, გაატარეთ დემოკრატიული რეფორმები, გაითვალისწინეთ ის მაგალითი ნაციონალური მოძრაობისა და ბატონ მიხეილ სააკაშვილისა. მოგმართავთ ბატონო ირაკლი ყობახიძე, მივმართავ ბატონ ირაკლი ყობახიძეს, მივმართავ ბატონ შალვა პაპუაშვილს და ასე შემდეგ ზოგადად ოცნების ლიდერებს. დაიწყეთ დემოკრატიული რეფორმები. მაგალითი გვაქვს, რომ არ გაატარა იმ ხელისუფლებამ რეფორმები, ძვირი დაუჯდა იმ ხელისუფლებასაც და საქართველოსაც. ამიტომ ახლა არის მომენტი, თქვენ შეგიძლიათ გაატაროთ რეფორმები. მაგალითად, შეგიძლიათ დაიწყოთ იმ კანონების შეცვლებიან გაუქმებები სიტუაციის და მიხედვით, რომლებიც ბოლო ხანებში მიღებული და ძალიან ზღუდავს ხშირ შემთხვევაში თითქმის გვართმევს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებებს. გააუქმოთ მაჟორიტარის ინსტიტუტი საკრებულოების არჩევნების მიმართულებით შემდეგი საკრებულოს არჩევნებისათვის. დაუყოვნებლივ დღესვე რო გააუქმოთ, ხომ შეგიძლიათ? ახლა საპარლამენტო არჩევნებზე 5%-იანი ბარიერის დაწევა საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება და ეს ახლა ვერ მოხერხდება, მაგრამ სხვა რეფორმების გატარება შეგიძლიათ, რომ გამონახოთ რაიმე საკანონმდებლო მექანიზმი, რომ ის ადამიანები, რომლებიც დაპატიმრებული არიან მასიურად საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით და რომელთა დაპატიმრებებში თუ თავისუფლების აღკვეთებშიც დიდი ალბათობით დევს პოლიტიკური სეგმენტი, ასეთი ამის თქმის საფუძველს იძლევა ის, რომ მაგალითად მაშინ, როდესაც ამდენი ადამიანი საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით არიან დაპატიმრებული და ამ დროს მხოლოდ რამოდენიმე ადამიანი არის დაპატიმრებული მშვიდობიანი საპროტესტო აქციების მონაწილეებზე უკანონო ძალადობრივი თავდასხმების გამო, მხოლოდ რამოდენიმე ადამიანი და ისიც წელიწად ნახევრის დაგვიანებით. ამიტომ მოგიწოდებთ დაიწყოთ რეფორმები. ბატონ მიხეილ ყაველაშვილს მოუწოდებ მაქსიმალურად ზემოხსენებული მიმართულებით გამოიყენოს შეწყალების ფაქტორი იმ მიმართულებით, სადაც თავისუფლება აღკვეთილ ადამიანებზე ძალიან დიდი ალბათობით არსებობს პოლიტიკური ნიშნის განცდა. ამიტომ მოგიწოდებთ კიდევ ერთხელ გაითვალისწინოთ, რომ არ გააკეთა ეს წინა ხელისუფლებამ, ხომ ხედავთ როგორი ძვირი დაუჯდათ მათ პირადად და როგორი ძვირი დაუჯდა საქართველოს. ამიტომ მოგიწოდებთ არ გაიმეოროთ ეს შეცდომა. ხომ ხედავთ პუტინი ვერ იმარჯვებს, ტრამპის საქმე თვითონ ამერიკის შეერთებულ შტატებში საკმაოდ მძიმედ მიდის და ძალიან დიდი ალბათობით როგორც მინიმუმ კონგრესის ქვედა პალატაში, წარმომადგენელთა პალატაში უკვე ნოემბერში, ამ წლის ნოემბერში უმრავლესობას დემოკრატიული პარტია აიღებს. და ასე შემდეგ. ანუ თუ ვინმეს ჰქონდა იმედი იმისი, რომ ტრამპი რომ მოვიდოდა ის უკრაინაში დაამთავრებდა ომს პუტინის გამარჯვებით და პუტინი და ტრამპი გაიყოფენო, ამის იმედი რომ ჰქონდა ზოგიერთს, რომ გავლენის ზონებად მსოფლიოსო და საქართველოს პუტინის გავლენის ზონაში აღმოჩნდება, ხო აღმოჩნდა რომ ეს აბსურდია, ეს არ გამოდის. გამორიცხულია საქართველოში კლასიკური გაგებით დიქტატურა პუტინის წარმატების გარეშე ვერ დამყარდება ისეთი დიქტატურა, როგორც ეს დღეს რუსეთშია, როგორც ბელორუსიაშია, როგორც მაგალითად კუბაშია, ნიკარაგუაშია, თუ სხვადასხვა არაერთ ქვეყანაში, საქართველოშიას ვერ დამყარდება თუ არ იქნება პუტინის წარმატება. იმიტომ რომ დიდი მეზობელი დიქტატორის მხარდაჭერის გარეშე
საქართველოში ფიზიკურად არ არის პოტენციალი კლასიკური გაგებით ავტორიტარული რეჟიმის დასამყარებლად, რადგანაც საქართველო არის ზომით შედარებით პატარა სახელმწიფო, შედარებით მცირე მოსახლეობით და არ აქვს ნავთობისა და გაზის დიდი რესურსები და გარდა ამისა თვითონ საქართველოში საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი მიუხედავად იმისა, რომ ეხლა თითქოს ნაწილობრივ პოლიტიკური აქტიურობა შეიძლება ითქვას, რომ უფრო მაღალი რომ იყოს იმას საჭიროებს, მიუხედავად იმისა, აქაური საზოგადოებრივი აზრი არ არის განწყობილი, რომ შეეგუოს კლასიკური გაგებით ავტორიტარულ რეჟიმს. ამიტომ მოგიწოდებთ ოცნების ლიდერებო, დაიწყოთ დემოკრატიული რეფორმები, რაც თუ მართლა დაიწყებთ დაუყოვნებლივ აისახება საქართველოს დემოკრატიულ ინდექსში და საქართველოში დემოკრატიის ინდექსის მდგომარეობით ქულები დაიწყებს მაღლა აწევას, რაც საქართველოს ეკონომიკას წაადგება დადებითად, რაც დადებითად წაადგება საბანკო სესხებზე პროცენტის შემცირების საქმეს და კიდევ ერთხელ ვამბობ, მე არაერთხელ მithქვია, ვინც აქ ჩემს აქტიურობას უსვენთ, რომ უფრო და უფრო ნაკლები დრო რჩება რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციამდე, ვინაიდან პუტინის საქმე ვერ მიდის კარგად. პუტინის საქმე როცა ვერ მიდის კარგად, ის თმობს და თმობს პოზიციებს, როგორც დათმო ფინეთში, როგორც დათმო ვენესუელაში, როგორც დათმო სირიაში, როგორც დათმო ირანის მიმართულებით, როგორც დათმო უნგრეთის მიმართულებით, როგორც დათმო სომხეთის მიმართულებით, ასევე ის ან დამარცხდება, ან დამარცხებამდე გაუჭირდება ისე რომ იძულებული გახდება ნებით თქვას უარი ზემოხსენებული საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე და ამ მომენტისათვის საქართველო უნდა იყოს უკვე დემოკრატიული სახელმწიფო. საქართველო უკვე უნდა ემზადებოდეს ოკუპირებული ტერიტორიების, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის მომენტისათვის. აი ამ თემებზე მინდოდა მელაპარაკა. დიდი მადლობა ყურადღებისათვის. კარგად ბრძანდებოდეთ. და კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ვისაც აქ ამ პლატფორმაზე, ამ აკაუნტზე ჩემი აქტიურობა საინტერესოდ მიგაჩნიათ, რომ გამოიწეროთ, ანუ დააფოლოოთ ეს აკაუნტი, დასვათ მოწოდებები, ანუ ლაიქები და გააზიაროთ იმ მიზნით, რომ პირადად თქვენ და უფრო მეტ ადამიანს მეტი წვდომა რო გქონდეთ ამ აკაუნტზე არსებულ მასალაზე. დიდი მადლობა ყურადღებისათვის, კარგად ბრძანდებოდეთ.